მოგესალმებით. ამ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ უნდა გადავუღოთ თქვენ სამუშაო მაგიდას ანუ დესკტოპს სურათი. ამისთვის დაგჭირდებათ პატარა პროგრამა სახელწოდებით LikeShot. მისი გადმოწერა შეგიძლიათ შემდეგი საიტიდან. აი ახლა გაგიდიდებთ. აი ამ საიტიდან. აი ახლა მოგიხაზავთ ამ საიტს თქვენ. აი ეს საიტია ზუსტად. აი app.print.com. შევდივართ ამ საიტზე და ზუსტად გავიხსნით ასეთ გვერდს. თუ თქვენ გაქვთ Windows-ი დაინსტალირებული, ვაწვევით მაშინ download for Windows. გამოგიგდებს ასეთ პანჯარას, აქ მივცემთ I am relax. Accept the lines and download for Windows. ამის შემდეგ შემოგთავაზებთ გადმოწერას. გადმოწერილ ფაილს დაასეივებთ, ანუ შეინახავთ ნებისმიერ ფოლდერში, სადაც თქვენ გინდათ და გადმოწერის შემდეგ უკვე დავიწყოთ მისი დაინსტალირება. ჩემ შემთხვევაში ეს ფაილი შეინახა My Documents download-ების საქაღალდეში. ხსნით set up LikeShots. ველოდებით. აქ ვირჩევთ სასურველ საინსტალაციო ენას. ეს იქნება ინგლისური, რუსული და ასე შემდეგ. ნუ ჩემ შემთხვევაში მე ვირჩევ ინგლისურს. ვაწვევით OK-ს. შემდეგ next. აქ ვაწვევით I am relaxed. I accept the agreement. შემდეგ next. და პროგრამა დაიწყებს ინსტალაციას. დაველოდოთ. პროგრამა დაინსტალირდა. ვაწვევით finish. შევდივართ start-ში. ვაწვევით all programs. და ვაწვევით ამოვირჩევთ ერთ-ერთი უკვე უნდა იყოს LikeShot. და ვაწვევით LikeShot და ჩვეულებრივად ჩაირთვება ეს პროგრამა. ამის შემდეგ სამართავ პანელში გამოჩნდება აი ესეთი ბუმბულის ნიშანი. ჩვენ თუ გვინდა რომ გადავუღოთ დესკტოპ სურათი, უნდა დავაჭიროთ ამ ბუმბულის ნიშანს და გამოჩნდება შემდეგი პანჯარა. გამოგვხდება თქვენი ეკრანი. მონიშნათ იმ ადგილს, რომლის გადაღებაც გვინდა დესკტოპიდან. მაგალითად, მე მინდა მთლიანი ის გადაღება. მთლიანი დესკტოპის გადაღება მონიშნავთ ამ სასურველ ნაწილს. და შემდეგ ასე ამოიჭრება დესკტოპი. თუ ჩვენ გვინდა ამ სურათის ინტერნეტში ატვირთვა, მაშინ დავაწვევით აქ. აი აქ. დავაწვევით მაშინ აი აქ. თუ არა და თუ გვინდა საერთოდ კომპიუტერში შენახვა, მაშინ დავაწვევით აი აქ. და გამოგიგდებთ ასეთ პანჯარას. შეგიძლიათ შეინახოთ კომპიუტერის ნებისმიერ მეხსიერებაში, C-დისკში, ფლეშკაზე და ასე შემდეგ. ჩემ შემთხვევაში დესკტოპზე ვინახავ. დავარქმევთ ფაილს ახლა და ვაწვევით save. დაველოდებით. და ზუსტადაც გადაიღო უკვე სურათი. გადავამოწმოთ. აი. ზუსტადაც გადაღებულია. ამის მე გემშვიდობებით, თუ რამე კითხვები გექნებათ კომენტარებში დაწერეთ. მადლობთ ყურადღებისთვის.